სალამი მეგობრებო. გავიხსენოთ რაზე შევჩერდით სასწავლო, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური განვითარების რესურსზე, რომელსაც დავარქვი კვერცხის მოხარშვის მეცნიერება. რა სისულელეა, რა მეცნიერება ჭირდება კვერცხის მოხარშვას, მაგრამ ჩვენ ეს პროცედურა გვაქვს გამოყოფილი და გამოყენებული იმისათვის, რომ უფრო ფართო ამოცანა გადავწყვიტოთ. ხო, აი ამ ობიექტის მაგალითზე ოჯახში შემოვიტანოთ სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც მისცემს საშუალებას განვითარდეს ზუსტად იმ სქემით, რომელზეც ჩვენ თეორიულ ნაწილში ჰქონდა საუბარი. სამი ეტაპი განვითარების, თუ ადამიანი პიროვნება ხდება, ან ჩერდება პირველ ეტაპზე, ან მეორე ეტაპზე და ყველაფერი, ყველა ატრიბუტი, რომ ჩვენ პროექტის სახეს ვაძლევთ ჩვენ საქმიანობას, აი აქ არის ნაჩვენები, სისტემები, სისტემური აზროვნება, მეცნიერება და ფსიქოლოგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეცნობიერი პროგრამების მართვა, მოთვინიერება. ანუ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა განვავითაროთ ოჯახი, ვასწავლოთ, მივცეთ გარკვეული ცოდნა, რომ მიხედოს თავის მომავალ პიროვნებას, თანდათანობით განვითარება ხდება სისტემური აზროვნების განვითარების უნარების განმტკიცებით. ანუ პირველი მარტივი წარმოდგენები, დამატებით წარმოდგენები და მსოფლმხედველობის შექმნა. მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე ავირჩიე ამ საკითხების განსახილველად ძალიან მარტივი და არა მარტო სამომხმარებლო ღირებულების მქონე ობიექტი, კვერცხი. როგორ იქნება აღქმული კვერცხი ინდივიდის მიერ, კვერცხი სუბიექტის მიერ და პიროვნების მიერ. ანუ ვის რა ეცოდინება ამ ობიექტის შესახებ, ვის რა გამოადგება და შეიძლება თუ არა ჩვენ კვერცხი საერთოდ გამოვიყენოთ როგორც გარკვეული ტესტირების საშუალება. ანუ პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ბავშვს ვასწავლით და ბავშვთან ერთად ვხარშავთ კვერცხს, შეიძლება თუ არა მასზე დაკვირვებით, მათთან მუშაობით ჩვენ გარკვეული უნარები გამოვავლინოთ. გაშლება თუ არა ცნობის მოყვარეობა, იქნება თუ არა შეკითხვები. ინდივიდი გაღიქვავს როგორც სამომხმარებლო პროდუქტ, სუბიექტს უკვე შეუძლია მისი მოხარშვა, გარკვეული პროცედურები, რეცეპტებს იცნობს. თუ რამე არ გამოდის, გამოსდის ისე, როგორც რეცეპტშია ნაკარნახევი, ალბათ მოიფიქრებს რაშია საქმე. მომხმარებელიც არის ამავდროულად და პროცედურასაც იცნობს და პიროვნება ამ შემთხვევაში მომხმარებელიც არის, პროცედურასაც იცნობს და თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა კვერცხის მოხარშვა, არ არის მიღებული სათანადო შედეგი, ვერ გახდა ის, როგორც კვების პროდუქტი, შეიძლება პასუხიც გასცეს, როგორც მკვლევარი გამოიძიოს და ნახოს ის მიზეზები. ანუ რა კანონზომიერებები ამ შემთხვევაში კვერცხის მიმართ არ იყო გამოყენებული. აი აქ მინდა ის შეკითხვები დაგანახოთ. ის ძირითადი შეკითხვები, რაც საერთოდ სამეცნიერო საქმიანობა ქმნის და ახასიათებს. შევეცადე დაგანახეთ ის ორი ავტორი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გავაერთიანე მათი წარმოდგენები. აი ნახეთ რამდენი როგორია კავშირი არის თუ არა, რისთვის, როგორ, რატომ. ანუ თურმე აი ამ შეკითხვების დასმა და ამ შეკითხვებზე პასუხის მოძებნა ძალიან სერიოზული საშუალებაა საერთოდ ინტელექტუალური ვარჯიშის, ინტელექტუალური განვითარების, ამოცანების ამოხსნის და საერთოდ სამეცნიერო საქმიანობის. ანუ სისტემებს ეხება, რამდენი ელემენტია მაგალითად, როგორია კავშირები ელემენტებს შორის, არის თუ არა ყველა ელემენტი გამართულად მომუშავე, რისთვის არის საერთოდ ეს სისტემა შექმნილი, როგორ მუშაობს და რატომ, ანუ აქ მიზეზების გამოვლენის ამოცანა, რატომ გაჩერდა ეს სისტემა, რომელი კავშირი დაირღვა. ხედავთ, აი სისტემებისთვის ეს ყველაფერი კარგად მუშაობს და სტივენ სმითის ციკში ობიექტი აი ამ შეკითხვებზე სავარჯიშოდ არის ბაბუას საათი, ესეთნაირად დავარქვათ. ამ შეკითხვებით მუშაობა აპრობირებული მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ოდნავ წინ გამარტივების თვალსაზრისით წავიწიო და კვერცხი განვიხილო როგორც ესეთი ობიექტი, პროექტი და ეს ობიექტი, რომელიც სამომხმარებლო არის. აი შეგვიძლია თუ არა ჩვენ დავსვათ ამ ობიექტის მიმართ ესეთი შეკითხვა, რამდენი რაღაც არ გამოგვდის,
ვერც ვიხედებით შიგნით, ანუ რამდენი ნაწილისაგან შედგება კვერცხი. საათის მიმართ ეს ყველაფერი მუშაობს ნამდვილად. როგორია კავშირი, რასა და რა შორის კავშირი, ანუ არის თუ არა, აი აქ უკვე შეიძლება რაღაცა მოვიფიქროთ, ხო, არის თუ არა ეს კვერცხი ახალი თუ რამდენხანს ვინახავდით და იქნებ ჯობია რომ ჩვენ თავი დავანებოთ და მოვიშოროთ. ანუ რისთვის გვიდევს კვერცხი მაცივარში ენერგიის და გარკვეული ნივთიერებით ჩვენი ორგანიზმის მომარაგების გარკვეული წყარო. როგორ, რატომ, ხო, აი აქაც ივარჯიშეთ და მოიფიქრეთ ამ შეკითხვებზე პასუხები. ამ ობიექტებს პარალელურად თუ განვიხილავთ, ჩვენ გავივლით ინტელექტუალურ ორ სტადიას, ანუ ის რაც ინდივიდს ეხება კვერცხზე, შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ ფოკუსირება და ამავდროულად სუბიექტსაც. რეალობის ობიექტი არის საათი და აი ამ საათის აბსტრაქტული გაიხსენეთ, აბსტრაქტული წარმოდგენა, აბსტრაქტული სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს კლასის მითითებით, კარგად რომ დაათვალიეროთ. აი ეს სურათები, ანუ ნახატების, ნახაზების სახით, მოხმარების ინსტრუქციის სახით, გზავნილი რომ გაუგზავნოთ. სხვა ადამიანს შეეძლოს ამის აღდგენა, აი კვერცხის შემთხვევის განხილვის დროს, ვნახე ერთი სურათი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ნახაზის სახით, ანუ ინფორმაციული, იძლევა თუ არა სრულ ინფორმაციას და თუ გაუგზავნით ჩვენ აი ამ ნახატს, ამ ინფორმაციას, ალბათ საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ინფორმაციის მიმღებმა გაიგივოს ეს ობიექტი, თუ უცხოპლანეტელია, მაგრამ იტყვის ეს კვერცხია, ეს ხო ვიცი საიდან როგორ და რანაირად არის და შეიძლება ბავშვებმა ძალიან საინტერესო შეკითხვები დაგისვათ, საიდან ჩნდება კვერცხი, მაშინ დაიწყება სირთულე, რატომ, როგორ, რანაირად, ანუ კვერცხი როგორც სიცოცხლის მატარებელი პირველ რიგში და მერე უკვე კვების პროდუქტი და აქაც გამოცდილება საჭირო. მომიწია ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სკოლაში, რომელიც აი ამის საფუძველზე შეიქმნება, ეს რეკომენდაციებიც იქნება. აი ასეთი წარმოდგენა, ანუ შესაძლებელია, რომ ჩვენ სტივენ სმითის მსგავსად დავიწყოთ ამაზე ფიქრი. მაინც მოდით აი ვიფიქრეთ და ეს ინფორმაციაც მოგაწოდეთ სრულად. საათის მაგალითის შემთხვევაში მოყვანილია სავარაუდო პასუხები, შეკითხვა პასუხი. გვაქვს აბსტრაქტული სისტემა, ნახატები, ნახაზები და თქვენ შეეცადეთ, რომ კვერცხის შემთხვევას განიხილოთ და გამორიცხოთ ზოგიერთი შეკითხვა, მოიფიქროთ აი ამ მაგალითს. ეს ავარჯიშოა უკვე. გითხარით ერთხელ, რომ გასართობად არა ვართ შეკრებილები და ამით ისარგებლეთ. ანუ ერთი გვერდი არის შეკითხვის აი ეს ნაწილი, მეორე არის ეს ნაწილი. თუ საათ შეხედავთ, ამ სქემას შეხედავთ, თქვენ კვლევარის მომზადების პირველ სტადიას გაივლით. შეეცადეთ გაამარტივოთ თქვენი ობიექტი და აბა რა გამოგივა. რითი ვსარგებლობთ საერთოდ, როდესაც მუშაობთ ინფორმაციასთან, ინფორმაციულ გზავნილებთან, მაგრამ ობიექტი გვაქვს ძალიან მარტივი. წარმოიდგინეთ, რომ აი ასეთნაირად მუშაობ თურმე. დავსვათ ეს ამოცანა და განვიხილოთ საერთოდ რა შეიძლება იყოს ამ ამოცანის გარშემო. ანუ კითხვის ნიშანი არის ის ჩვენი ამოცანა ან პრობლემა. არავინ არ იცის ან გარკვეულმა ჯგუფმა არ იცის ამონახსნი ამ პრობლემის და საკვანძო სიტყვებია ამოცანა და პრობლემა და აქ მოვიყვანე რასელ აკოფის 4 სტადია. პრობლემისგან გათავისუფლება. ანუ ვიზახით, ეს ჩემი პრობლემა არ არის. რა მინდა კვერცხი, რა მინდა საერთოდ საათი. მე ვარ მომხმარებელი და ეს საკმარისია ჩემთვის, რომ მე გამოვიყენო ეს ობიექტი და თქვენ მიდით და თავი იმტვრიეთ. მაგრამ საათი თუ გაგიფუჭდათ, ან კვერცხი თუ გაგიფუჭდათ, მაშინ ალბათ დაიწყებთ ფიქრს. მოძებნით ინფორმაციას, აუ, დიდხანს ვინახავდი, ამდენ ხანს არ ინახება და საათი მე საათესთან უნდა წავიღო. აი მეორე სტადია, თუ არ გამოგივიდათ არაფერი, აი სუბიექტები სარგებლობენ აი ამ უკვე სტადიით, კლინიკური სტადია. როგორც მედიცინის ადრინდელ და არც ისე ადრინდელ ეტაპზე, მოდით ვცადოთ ასე, მოდით ვცადოთ ისე, მოდით ვცადოთ ეს წამალი, მოდით ვცადოთ ის წამალი, არ გამოგვივიდა, შეიძლება ჩვენი პაციენტი დაიღუპა, ესეც გაკვეთილია, ხუმრობით ვიძახი ამას. არაფერი არ უშველა ამას, მაშინ იწყება
პრობლემის კვლევა, რა შეასაქმე, რაღაც კანონზომიერებას არ ვითვალისწინებთ, თუ სისტემა ან პრობლემა არის მოსაგვარებელი და ვიცით ყველაფერი მის შესახებ, მაშინ ვიწყებთ სისტემის რედიზაინს. პირველი რა არის, რას ვაკეთებთ ჩვენ? ანუ ვცდილობთ, რომ პრობლემასთან დაკავშირებულ აბსტრაქტულ ინფორმაციას დავეუფლოთ. ნახეთ, გადახედეთ ამას, საკმაოდ სიტყვები, ეს უკვე სავარჯიშოა, ამით უნდა იმუშაოთ. შეეცადეთ საათთან დაკავშირებით გააკეთოთ ეს ყველაფერი და კვერცხთან დაკავშირებით გააკეთოთ. ანუ კვერცხის მოხარშვის ოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთოთ ეს სავარჯიშო. აი კვერცხზე მარტო როგორც ობიექტზე, თუ არის საუბარი, გაგვიჭირდება ყველა შეკითხვის დასმა. მაგრამ თუ კვერცხის მოხარშვაზეა საუბარი, მაშინ ყველაფერი გამოგვადგება თუ მოხარშვის ოპერაციაზეა საუბარი. რაოდენობრივიც გაჩნდება, რამდენი ხანი უნდა ვხარშოთ ერი. აი ამით ისარგებლეთ. პირველი სტადია. თქვენ მოძებნეთ აი ეს ინფორმაცია. ინდივიდი როგორ მუშაობს. აი ასეთნაირად მუშაობს. ეს არის მისი აზროვნების ალგორითმი. ნახა აბსტრაქტული ინფორმაცია. მოძებნა ინტერნეტში, კითხა თუ ბავშვია ბებიას, ბაბუას, მშობლებს, მეზობლებს, უფროსებს, ასე შემდეგ. მიიღო გარკვეული რეცეპტი და იწყებს საქმიანობას. მეორე ეტაპზე შეეცდება, რომ აი ამ ინფორმაციის საფუძველზე რაღაცა გააკეთო. ანუ განახორციელოს ეს აბსტრაქტული სისტემა. თუ ყველაფერი გამოუვიდა და ნახეთ, აი აქ საკვანძო სიტყვებია. აქ ძალიან დეტალურად არის განხილული და ამას თქვენ თუ დაეუფლებით, იქნებით ძალიან განვითარებული სუბიექტის და პიროვნებაც. ანუ აი ასეთნაირად თუ მოახდინეთ ამის რეალიზება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დასკვნა გააკეთოთ. თუ გამოგივიდათ ეს ყველაფერი, ანუ ძახილის ნიშანია, გამოგივიდათ ეს ყველაფერი მშვენიერია და თქვენ შეგიძლიათ მთელ მსოფლიოს, ვისაც გინდათ აცნობოთ, რომ მუშაობს, ანუ ეს რეცეპტი სანდოა, კარგია, გამოიყენეთ და თქვენ ისევ ინფორმაციულ სივრცეში შეგიძლიათ შემოიტანოთ იმ აბსტრაქტულ წარმოდგენებში თქვენი წერილი, დადოთ Excel-ში, ჯგუფში და ასე შემდეგ, რომ ვისარგებლე აი ამ რეცეპტით და ყველაფერი კარგად არის. თქვენ სანდოობა გაზარდეთ აი ამ რეცეპტის, ამ აბსტრაქტული სისტემის და ამოცანის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტა თურმე შესაძლებელია. მე ამას დავარქვი 1+1 და სტუდენტებთან ერთად ვიხილავთ, თუ გაგვიმართლა და სანდო აბსტრაქტული სისტემა აღწერა, მივიღეთ რეცეპტი, მივიღეთ კულინარიაში. ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რეცეპტები. სანდოა ძირითადად აი ტექნოლოგიების მატერიალიზაციის უკვე ეტაპზე არის ხოლმე შეცდომები. ფორმა არ არის ისეთი, ტემპერატურა არ შევარჩიეთ ისე როგორც საჭიროა. მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია, ჩავთვალოთ, რომ 1+1, ანუ ინფორმაციული სისტემა, აბსტრაქტული წარმოდგენა ობიექტზე ან საქმიანობაზე რეალიზებული თქვენ სამყაროში უკვე სანდოა მუშაობს. 1+1 დავარქვით და როდესაც ვეუბნებოდი სტუდენტებს ან ბავშვებს, რომ 1+1 ყველას ესმოდა. მოდით, აი ჩვენც უნდა გვესმოდეს. მეორე ვარიანტი, არ გამოგვივიდა, რაშია საქმე, მაშინ გავაკეთე ეს ყველაფერი და აი აქ დასკვნების ვარიანტები. აი ნახეთ, რამდენი ვარიანტი ჩნდება. მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ თქვენ მომყვებით და თქვენ თუ ამითაც ისარგებლებთ. არის ამის გაგრძელება კიდევ. ანუ თუ არ გამოგვივიდა, მაშინ ჩვენ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. აი ინდივიდები ამ 1+1 ალგორითმით სარგებლობენ. უჭირთ სხვა ეტაპზე გადასვლა, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტი არის და როგორც ხვდებით, ადამიანების უმრავლესობა, ვინც არიან ინდივიდები, რეცეპტებს მოითხოვენ. აი ეს პირველი ეტაპი. სამი ეტაპი გვექნება. სქემა 2+2 და სქემა 3+3. ერთი ეტაპი არის ინდივიდების ეტაპი, მეორე ეტაპი არის სუბიექტების ეტაპი, მესამე ეტაპი არის პიროვნებების ეტაპი. თუ ისინი თანამშრომლობენ,
თუ ერთმანეთს იცნობენ, მაშინ ცხოვრება ლამაზია და შედეგებიც გვაქვს. თუ დარღვეულია, მაშინ პრობლემები ვიჩნდება აი ამ ჩვენ პლანეტაზე და სოციალურ ურთიერთობაში. ანუ გავივლით ამას და ეს იქნება პრაქტიკული ყველაზე კარგი რეცეპტი. ტერმინს ალგორითმული აზროვნება მხოლოდ ორი ადამიანი იყენებდა პირველად. ერთი არის ბატონი შერემეტიევი, ვისთანაც მე თავის დროზე გავიარე, სხვათა შორის ორი ტრენინგი მის ორგანიზაციაში, ერთი და მეორე უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით. ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერება წარმომადგენელია, რომელიც ფსიქოლოგიით დაიწყო დაინტერესება და თავისი სისტემა შექმნა. ანუ კოლეგები ვართ აი ამ თვალსაზრისით. მოდით ამით დავასრულოთ.